მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ფსიქოლოგი ვახო ჯაფარიძე და ამ ვიდეოში მინდა ვისაუბროთ იმ თემაზე, რასაც ქვია, რატო არ გიჩერდებათ ფული. იმიტომ რომ ძალიან ხშირად მომართავენ ხოლმე ადამიანები, ან ისე ახსენებენ ხოლმე პირადი კონსულტაციების პროცესში, რომ მათ აქვთ ეს პრობლემა. ვერ უჩერდებათ ფული, ვერ აგროვებენ, ვერ ზოგავენ, ერთი შეხედვით შემოსავალი აქვთ ასე თუ ისე ნორმალური, სტაბილური, ან არასტაბილურად სტაბილური, ბევრ რაღაცას რო აკეთებ და საბოლოო ჯამში მაინც რო გამოგდის, ხო, ნორმალური თანხა თვეში თუ წელიწადში. მაგრამ რაღაცა მისტიური მიზეზების და გამო ფული არ გროვდება, არ უჩერდებათ, ხო და მოდი დავილაპარაკოთ ამ თემაზე, იმიტომ რომ მიზეზები არის საკმაოდ მარტივი. სანამ მოგიყვებით იმის შესახებ, თუ რა მიზეზები დევს ასეთი ფულის არ გაჩერების საფუძველში, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, გაუზიარეთ თქვენს ახლობლებს, ვის ანალოგიური პრობლემა აწუხებს, გნებავთ თქვენ გვერდზე გააზიარეთ, გინდათ პირადად გადაუგზავნეთ ეს ვიდეო, არანაირი მნიშვნელობა, მთავარია ადამიანებამდე მივიდეს და მათი ცხოვრებაც გახდეს უფრო ხარისხიანი, უფრო, ასე ვთქვათ, შეუმსუბუქდეთ ყოფიერება, როგორც მინიმუმ, ხო? ხო, ასევე შეგახსენებთ, დღეს საღამოს თბილისის დროით 8 საათზე ვიწყებთ switch pattern-ის ტრენინგს, ან ტრენინგს იმის შესახებ, თუ როგორ მოვახდინოთ საკუთარი პიროვნების რედაქტირება, როგორ შევცვალოთ საკუთარი პიროვნული თვისებები ჩვენ დროს სასურველი გზით და როგორ დავეხმაროთ იგივე საკითხში სხვა ადამიანს, რომელმაც მოგმართა ფორმალურად, თუ ხართ ფსიქოთერაპევტი, კოუჩი ან ფსიქოლოგი, არაფორმალურად, თუ ხართ ხელმძღვანელი და ხედავთ, რომ თქვენი გუნდის წევრს რაღაცა არ გამოსდის და უბრალოდ საუბრის პროცესში როგორ მივეხმაროთ ამ ადამიანს, რომ მასში ასე ვთქვათ აღმოცენდეს ახალი თვისებები, მისთვის საინტერესო და ეფექტური, ან ასე ვთქვათ როგორ გავაკეთოთ იგივე, როგორ მივეხმაროთ ადამიანებს, ასე ვთქვათ როგორ მივცეთ მათ ცვლილების მიმართულება არაფორმალური საუბრის დროს, რომელთაც საკუთარ შვილთან ჩვეულებრივი ყოველდღიური საუბრის დროს, როგორ შეიძლება მათ აზროვნებას მივცეთ უფრო ეკოლოგიური, ეფექტური და შედეგიანი მიმართულება. შესაბამისად, ვისაც გსურთ ამ ტრენინგში მონაწილეობა, პირადში მომწერეთ, ამ გვერდის პირადში შეგიძლიათ მომწეროთ ამის თაობაზე და შესაბამისად გაგცემთ პასუხს. ასევე ამ გვერდზე დევს ანონსი, სადაც შეგიძლიათ დაწვრილებით გაეცნოთ პროგრამას და პირობებს. ასევე ამ ვიდეოს კომენტარებში ჩავდებ ბმულს, საიდან შეგიძლიათ გადახვიდეთ და ვარეძებოთ, ასე ვთქვათ, ამ page-ზე, სად დევს ეს პროგრამა და ასე ვთქვათ, არ კარგოთ ამაში დრო. შესაბამისად, მოდით ვისაუბროთ იმაზე, რატო არ უჩერდება ამა თუ იმ ადამიანებს ფული. პირველი მიზეზი არის ის, შეუცნაურად მოგეჩვენოთ, რომ მათ ასეთი მიზანი არ გააჩნიათ, როგორც ასეთი. ანუ ფულის დაგროვების მიზანი არ აქვთ. აქვთ ფულის შოვნის მიზანი, მაგრამ კაპიტალის დაგროვების მიზანი მათ არ აქვთ. შესაბამისად, დავუსვით საკუთარ თავს შეკითხვა, რამდენი ფულის დაგროვებას ვაპირებ 1 წლის განმავლობაში. ანგარიშებზე, აქტივებში, რაღაცა სხვა ფორმით, ხო, მაგრამ ისეთი ფორმით, რომ ნებისმიერ მომენტში ამ ფულთან გაქვთ წვდომა და არ გჭირდება რაღაცა ლოდინი, ვიღაცის ღრეჯა, იმაში როგორ შეიძლება ეს ფული მივიღო. თუ მაშინვე გაეცით საკუთარ თავს პასუხი ამ შეკითხვაზე, რომ მაგალითად შემდეგ წელიწადს ვაპირებ ამდენის დაგროვებას, ხო? ამდენით გაზრდას ჩემი დანაზოგების. ესე იგი, თქვენი მიზანი არის ფორმულირებული და სწორგზასად გახართ. თუ ასე ვთქვათ, გრძელი პაუზა გაქვთ ამ შემთხვევაში, ხო, ეხლა იწყებთ ფიქრს, როდესაც მე გკითხეთ ამის შესახებ, ესე იგი, მიზნად ეს ჩამოყალიბებული არ ქონდათ. შეიძლება სადღაც, როდესღაც, ასე ვთქვათ, ტვინის რომელიღაცა უკანა მარჯვენა ფეხით, იცით, რომ პრინციპში ფულის დაგროვება კაი რამეა, მაგრამ როგორც ასეთი კონკრეტულ მიზნად ეს ჩამოყალიბებული არ ქონდათ. და შესაბამისად, დაფიქრდით იმ პირობებში, რა პირობებშიც ხართ, რამდენი ფულის დაზოგვას აპირებთ 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ იმ პირობებში ხართ, სადაც ვერაფერს ვერ ზოგავთ, ხო, რაღაცა მინიმალური მაინც დასახეთ, სიმბოლური მაინც დასახეთ, რომ ასე ვთქვათ, თქვენს ტვინს გაუჩნდეს ამ მიმართულებით სვლის, ასე ვთქვათ, რომ ეს ამოცანა საერთოდ გონებაში გაჩნდეს, როგორც ასეთი, ხო? და როგორც კი ჩვენს გონებაში ჩნდება რაღაცა ამოცანა, რაღაცა მიზანი, ის იწყებს რესურსების მობილიზებას, ასე ვთქვათ, და ცოტა ხანში აღმოაჩენთ, რომ
თურმე გაცილებით უფრო მეტი დაზოგეთ, ვიდრე თავიდან გეგონათ. ესე იგი, პირველი მიზეზი, რატო არ უჩერდება ადამიანს ფული, არის ის, რომ მას ეს მიზანი საერთოდ არ ქონდა. შესაბამისად, დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ფულის დაზოგვის მიზანი, კონკრეტულად ჩამოყალიბებული. მეორე მომენტი ეს არის ფულის ემოციური ხარჯვა. როდესაც ადამიანი განიცდის ცხოვრებაში ემოციურ შიმშილს, როდესაც მას აკლია ბედნიერება, სიხარული, უსაფრთხოება შეიძლება, კომფორტი, ხო? ან გამუდმებულ სტრესშია, ან მისი ცხოვრება არის ემოციურად ძალიან მოწყენილი. აი ამ შემთხვევაში ხანდახან ზოგი ადამიანი ამას ავსებს საკვებით, ასე ვთქვათ, მაცივარს რომ მივარდები ღამის 2 საათზე და მტრის ოჯახში შევარდნილი ვით რომ ჭამ 10 კატლეტს და ასე ვთქვათ 50 სასისქს. ან არის ასე ვთქვათ მეორე გზა, საკმაოდ არაჯანსაღი, როდესაც ფულს ხარჯავ იმისთვის, რომ იმ მომენტში, აი ფულის ხარჯვის პროცესში მიიღო რაღაცა ემოციის სუბსტიტუტი, ხო, რაღაცა ემოციის მაგვარი, იმიტომ რომ ეს არ არის ჯანსაღი ემოცია საბოლოო ჯამში. აი 50-მერვე პიჯაკს რო ყიდულობ უბრალოდ იმიტომ, რომ კაი ხასიათზე მოხვიდე 9 საათით, ხო? ნუ ეს პათოლოგია. შესაბამისად, თუ გახასიათებთ ესეთი ხარჯვა ფულის, ხო, როდესაც ხარჯავ უბრალოდ იმიტომ, რომ ასე ვთქვათ, მოწყენილობა გაიქარო, ან იმიტომ, რომ რაღაცა სიხარული შემოიტანო შენ ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში გვაქვს საფიქრალი იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავიკმაყოფილო ემოციური შიმშილი რაღაცა ჯანსაღი გზებით, ხო? დაფიქრდით უბრალოდ, რას მოქონდა თქვენ ცხოვრებაში ყოველთვის თქვენთვის რაღაცა ეს ხალასი, ჯანსაღი, პოზიტიური ემოციები. შესაძლოა, როდესაც აკეთებთ ამას და მერე შეწყვიტეთ, ხო? აი, დაიწყეთ, განაახლეთ ამის კეთება. გარდა ამისა, ყოველდღიურად დაფიქრდით იმ პოზიტიურ რაღაცეებზე, რაც თქვენ ცხოვრებაში უკვე არის. ესეც შეიძლება გახდეს პოზიტიური ენერგიის და პოზიტიური ემოციების წყარო, ხო? ზოგადად თუ ემოციური პრობლემა გაქვთ რაღაცა, ხო, აი, ტრავმა გაქვთ მიღებული ფსიქოლოგიური, ან სხვა ემოციური პრობლემა, ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება ბუნებრივია, რომ მიმართოთ კვალიფიციურ ფსიქოთერაპევტს დახმარებისთვის, იმიტომ თანამედროვე ფსიქოტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, რომ ესეთი რაღაცეები სულ რამდენიმე საათში მოუხსნათ ადამიანს, ეს ვთქვათ ეს, რომ ეს პრობლემა საერთოდ გაქრეს მის ცხოვრებიდან და მან აღიდგინოს ჯანსაღი ემოციების განცდის უნარი. ზოგ შემთხვევებში ადამიანი იმდეხანს გრძნობს ხოლმე დიდი ხნის მანძილზე თავს ცუდად ან მოწყენილად, რომ მისი სხეული გადაეჩვია პოზიტიური ემოციების, პოზიტიური გრძნობების, სასიამოვნო შეგრძნებების განცდას, როგორც ასეთი, ხო? აი აქ სადღაც თავში იცის, რომ აი ხა რაღაც ისეთი რაღაცა ხდება, რომ უნდა გიხაროდეს, მაგრამ სხეული ვერ მოყვება, ასე ვთქვათ, ფაქიზოს როლშია, წუხანდელი ნაკეიფარი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში გჭირდება სხეულის მიხმარება. ერთი გზა არის ფსიქოთერაპია, მეორე გზა არის სპორტი, მესამე გზა არის ხატვა, მაგალითად, მეოთხე გზა არის მასაჟი. აი თუ ობიექტურად იცი, რომ ხდება კაი რაღაცეები შენ ცხოვრებაში, მაგრამ რატომღაც არ გიხარი არა, ვერ გიხარი, არ მოყვება სხეული. თუ არ არის რაღაც სამედიცინო დარღვევა, სულთა ფიზიოლოგიური, ხო? მაშინ უბრალოდ იცოდეთ, რომ აზროვნებაში ნუ ვიქექებით. სხეულს მივეხმაროთ, ასე ვთქვათ, მოვიყვანოთ სხეული ცოტა ტონუსში, ცოტა პოზიტიურ ფორმაში, რომ ის წამოყვეს, ასე ვთქვათ, აი ამ პოზიტიურ განცდებში. აი, ესეთი ორი მარტივი მომენტი, ესე იგი, პირველი, ყოველთვის დავსახოთ ფულის დაზოგვის მიზანი, როგორც ასეთი, ეს ერთი. მეორე, ყოველთვის მივაქციოთ ყურადღება, რომ ჩვენი ემოციური შიმშილი დავიკმაყოფილოთ ჯანსაღი გზებით. გისურვებთ წარმატებას, გისურვებთ კეთილდღეობას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს ვიწყებთ switch pattern-ის ტრენინგს, ვისაც გაინტერესებდათ, შემოგვიერთდით. ვინც არ იცით რა არის ეს, დავდებ ბმულს ამ ვიდეოსთან კომენტარებში და გაეცანით, ნახეთ, შესაძლებელია ზუსტად ის არის, რასაც ეძებთ. ის ინსტრუმენტებია, რაც გჭირდებათ. გაუზიარეთ ეს ვიდეო თქვენს ახლობლებს, ნაცნობებს, გნებავთ კედელზე გააზიარეთ, გნებავთ პირად მესენჯერში გაუგზავნეთ. შესაბამისად, არის ესეთი პრინციპი ძალიან საინტერესო, როდესაც გინდა გამდიდრდე, იზრუნე იმაზე, რომ შენს გარშემო გამდიდრდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ეს ერთი. მეორე მომენტი,
ასე ვთქვათ, ერთად გამდიდრება, ხო, კეთილდღეობის ერთად შენება გაცილებით უფრო მარტივი ხდება, როდესაც ამას ვაკეთებთ ერთად. თუნდაც ენერგიის გაცვლის დონეზე, თუნდაც ინფორმაციის გაცვლის დონეზე, უბრალოდ ჩვევაში რო გადაგდის ეს, ხო? რომ ასე ვთქვათ, ერთად ვაშენებთ იმ გარემოს, სადაც პრინციპში ყველა არის კარგად და უკეთესად, მე ვთვლი, რომ ეს არის ჯანსაღი მიდგომა ცხოვრების მატერიალური მხარის მიმართ. ამიტომ გისურვებთ წარმატებას და მომავალ შეხვედრამდე.